ჩვენ გასულ კვირას მოგახსენეთ რამოდენიმე შემთხვევის შესახებ პედაგოგების გათავისუფლების, როგორც ჩანს ბატონი შაშკინი ცდილობს რომ საკუთარი ერთგულება განსაკუთრებით დაუდასტუროს ქვეყნის ხელისუფლებას და ამიტომ ერთ-ერთი პირველი სეგმენტი და სექტორი, სადაც ადამიანების მასიური განთავისუფლებები დაიწყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, არის სწორედ განათლების სისტემა და საშუალო სკოლები. ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ძალიან ბევრი ადამიანი არის ან უკვე ბრძანებით გათავისუფლებული, ან სიტყვიერად აქვთ ნათქვამი, რომ თავად დაწერონ განცხადებები და წავიდნენ სკოლებიდან. ამ ადამიანების დიდი ნაწილი საბედნიეროდ უარს აცხადებს, რომ თავად დაწერონ განცხადებები და მოითხოვენ, რომ თუ კი მათ რამე დააშავეს, ან რამე ბრალი მიუძღვით, დაიწეროს ბრძანება, რომლითაც ისინი გათავისუფლებიან და შესაძლებლობა იქნებათ, რომ სასამართლოში დაიცვან საკუთარი უფლებები. ჩვენ დღეს ვთხოვეთ ერთ-ერთ პედაგოგს სოფელი კაკაბეთიდან, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და თავად მოეთხოვა თქვენთვის იმ საშინელების შესახებ, რომელიც მას საგარეჯოს რაიონის გამგებელმა საკუთარ კაბინეტში უთხრა გათავისუფლების мотивაციად, ისევე როგორც ჩვენთან ერთად არის რესპუბლიკური პარტიის საჩხერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა ზაბახიძე, რომელიც მოგიყვებათ საჩხერის რაიონში გათავისუფლებული პედაგოგების წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების შესახებ. მე სანამ მათ გადავცემ სიტყვას, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, რომლითაც მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც საჯარო სექტორში არის დასაქმებული, ვისაც ყელში ამოუვიდა ამ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდები, ვისაც აქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დღეს იძულებულია, რომ იყოს მორჩილებაში, იმიტომ რომ აქვს განცდა, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ლუკმაპურს დაკარგავს და ვერავინ მას ვერ დაიცავს. სრულიად გარანტირებულად შემიძლია უთხრა ყველა ადამიანს, ვინც დღეს მუშაობს, კიდევ ერთხელ ვამბობ, სკოლებში, პოლიციაში, ნებისმიერ საჯარო სექტორში იღებს ხელფას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რომ ჩვენ გარანტირებულად დავიცავთ მათ უფლებებს, არავის არ მივცემთ უფლებას მათი დევნის, შევიწროვების, მათთვის პრობლემების შექმნის, არავის მივცემთ მათი დაჩაგვრის უფლებას და გარწმუნებთ, რომ ყველა ეს საქმე წავა სასამართლოში და ყველა ეს ადამიანი გარანტირებულად ხასუსო მიიღებს კომპენსაციას ყველა იმ პრობლემისათვის, რომელსაც მას დღევანდელი ხელისუფლება უქმნის. მიმდინარე წლის 6 იანვარს სკოლაში მისულს კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორმა პაატა ჩხეიძემ თხოვა დამეწერა მოთხოვნა ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ. მე მას რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. მაშინ მან მითხრა, რომ მას უკვე გამზადებული ჰქონდა ბრძანება. მე მას ვთხოვე ზეპირი განმარტება მოეცა, თუ რა გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. მან მითხრა, რომ მას ეს ყველაფერი ზევიდან ჰქონდა ნაბრძანები. 6 იანვარს შევხვდი რესურს ცენტრის ხელმძღვანელს. რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა დამაპირისპირა სკოლის დირექტორს პაატა ჩხეიძეს, რომელმაც წამოაყენა ჩემს მიმართ ასეთი აბსურდული ბრალდება, რომ ვითომ განათლების სამინისტროს ინსპექციაში შესული იყო usახელო წერილი, სადაც საუბარი იყო ჩემი ივანიშვილთან თანამშრომლობის შესახებ. ბრალდება, რაც წამომიყენა რაიონის გამგებელმა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პროკლამაციების გავრცელება მთელი რაიონის მასშტაბით. თქვენ უკვე იცით, რომ საჩხერეში განსაკუთრებული რეპრესიები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა. უკვე გაცხადა იმის შესახებ, რომ რამდენიმე თანამდებობის პირი და რამდენიმე საჯარო მოხელე გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან. მათ შორის ერთი 3 მცირეწლოვანი შვილის დედა. ამ გათავისუფლებული ადამიანების რიგს დღეს შეემატნენ პედაგოგები. სოფელ ჭორვილის სკოლიდან გათავისუფლებულია 6 პედაგოგი. განცხადება პირველი გააკეთა სასწავლო ნაწილმა, რომელმაც უარი თქვა დემურ კაპანაძემ, რომელმაც უარი თქვა პედაგოგების გათავისუფლებაზე და ის თვითონ იქნა გათავისუფლებული და მას მიემატნენ დანარჩენი პედაგოგებიც ნონა ტყემალაძე, ნონა შუკაკიძე, ირმა გუდაძე, მურმან კაპანაძე. მინდა გითხრათ, რომ ასევე სოფელ სარეკის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულია მთვარისა მელაძე, უკვე გათავისუფლებული მურმან კაპანაძის მეუღლე. მთვარისა მელაძის გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ არის ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრობა არჩევნების დროს. ამ გათავისუფლებული ჭორვილის გათავისუფლებული პედაგოგებიდანაც ნონა ტყემალაძე ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრი გახდათ. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტროს ბრძანებით, ვინმე X პიროვნების დავალებით
ამ გათავისუფლებული პედაგოგების სია გაიზრდება, მას მიყვება ყველა პედაგოგი, რომელიც კი ოპოზიციურ აზრს გააჟღერებს.